მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელ ვიდეოში მოდით ვნახოთ რა ეტაპზე გადადიხართ თქვენს ცხოვრებაში. ანუ რა არის შემდეგი ეტაპი თქვენი ცხოვრების, რა გელოდებათ წინ ვნახოთ, რას გვიყვეს არა. თქვენს სიტუაციასთან, თქვენს ცხოვრებასთან დაკავშირებით რა გელოდებათ წინ. გვექნება ორი ვარიანტი, პირველი და მეორე. ასევე ამ დღეებში ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო შემოთავაზების გაკეთებას პირად კონსულტაციებთან დაკავშირებით, ასევე მინდა დავამატო კვირის პროგნოზით, როგორც კონსულტაცია, ანუ კვირის მანძილზე თუ დაგაინტერესებთ, თქვათ რა გელოდებათ, ზოგადად ფინანსები, კარიერა, პირადი, ამასთან დაკავშირებით იქნება უკვე ცალკე კონსულტაციები, სტორებს დააკვირდით, ნახეთ ჩემი, დავდებ ძალიან საინტერესო შემოთავაზებებს ასევე პირად კონსულტაციებზეც. ეხლა კი დავიწყოთ, ორი ვარიანტი გვაქვს, პირველი, მეორე, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი და ვნახოთ რა ეტაპს გადიხართ ახლა და ცხოვრების რა ეტაპზე გადადიხართ, ანუ ეს გადასვლა, რაში ხდება ხო, ყოველთვის გავდივართ ისეთ მომენტს, რომ აი რაღაც ერთი ეტაპი სრულდება, მეორე ეტაპი იწყება და ეხლა რა ეტაპიდან რა ეტაპზე გადადიხართ. პირველ რიგში გეტყოდით, რომ აქ თქვენ შემთხვევაში იქნება ის მომენტი, რომ თქვენ რაღაც თქვენს შინაგან ძალას, თქვენს რაღაც აი ამ საკუთარ თავში აი ამ სიმამაცის პოვნას ცდილობთ, შეიძლება ესე ითქვას და ასევე ესეთი მომენტი არის, რომ ზოგიერთ თქვენგან შეიძლება უწევდეს, რომ აი რაღაც თქვენი ეს შინაგანი რაღაცა იმპულსები, რაღაც მომენტები, აი რაღაც დააბალანსოთ თქვენს თავში და არ ვიცი, დაძლიოთ ერთგვარად რა, აი შეიძლება ზედმეტად ემოციური ხართ, შეიძლება ზედმეტად ფიცხი ხართ რაღაც მომენტში და აი გიწევთ, რომ რაღაცები თქვენს თავში დააბალანსოთ, თქვენს აი ესე ვიტყოდი, თქვენს დემონებს მოერიოთ, რა შინაგანად რაღაც ისეთი მომენტია. მოდით აბა ვნახოთ, რა გელოდებათ, რა ეტაპზე გადადიხართ. რა ეტაპზე გადადიხართ. აქ იქნება ვიღაც ძალიან ჯიუტი, ძალიან პრინციპული ადამიანი, ცოტა ეგოისტიც, ცოტა ხისტიც და ესეთი რომ აი არავის რო არაფერს არ შეარჩენს, ესეთი გოგო მოვიდა ეხა ჩვენთან. და ნახეთ როგორი თემა არის. აქ შეიძლება თქვენ მოგიწიათ, რომ არ ვიცი, ბევრ რაღაცაზე დაფიქრებულიყავით და ნახეთ როგორი თემა არის, უფრო ესეთ რაღაცას ვიტყოდი, რომ თქვენში არის ძალიან ძლიერი ენერგია, ძალიან ძლიერი რესურსი, რასაც შეიძლება ვერ იყენებდით შესაბამისად და გქონდათ ესეთი მომენტი, რომ აი არ ვიცი რაღაცნაირად სწორად ვერ იყენებდით თქვენ შესაძლებლობებს. შეიძლება რაღაცას აი სულ გულში იკლავდით, სულ ისე იყავით, რომ აი არ ამბობდით რაღაცას ბოლომდე რა, აქ უფრო ესეთი ინფორმაცია მომდის, რომ აი რაღაც თქვათ გინდოდათ, რაღაც გსურდათ, მაგრამ რაღაცნაირად აი არ ვიცი, თქვენს თავში კეტავდით ამ ყველაფერს, იკეტებოდით თქვენს თავში რაღაცნაირად. მაგრამ ახლა თქვენში იღვიძებს რაღაც ეს ჯანსაღი ეგოიზმი რაც არის, ჯანსაღი ეგო, ხო? როცა მე ჩემს სურვილებს, ჩემს რაღაცა მისწრაფებებს ვაყენებ პირველ ადგილას და ვთქვათ ვიღაცა თუ მოვიდა და რაღაც ეს ტოქსიკური მომენტები თავს მომახვია, მე ანუ არ მივცემ ამის საშუალებას, ხო? რაღაც ეს თემას აჩვენებს. თქვენ თუ აქამდე რაიმეზე პრობლემა გქონდათ, პრეტენზია გქონდათ, მაგრამ არ ამბობდით, ვერ ამბობდით, ახლა გაქვთ იმის საშუალება და შესაძლებლობა, რომ ყველაფერი თქვათ, ყველაფერი გამოხატოთ. აი ეს ეტაპი შემოდის თქვენს ცხოვრებაში, რომ აი აქამდე თუ რაღაცას თქვენს თავში ყოველთვის მალავდით და რაღაც ესეთი მომენტი გქონდათ, რომ აი არ ვიცი, არ გინდოდათ შეიძლება ვინმესთვის რომ გული გეტკინათ, არ გინდოდათ რომ რაღაცა თქვენი მიზნები პირველ ადგილზე დაგიყენებინათ რაღაც გარკვეული მომენტების გამო, ხო, აი ეს იცვლება თქვენს ცხოვრებაში აუცილებლად და ახერხებთ იმას, რომ აი ამ მომენტიდან გამოხვიდეთ საბოლოოდ, შეწყოთ ეს ყველაფერი. აქ შეიძლება რაღაცები დაასრულოთ, გადაჭრათ საბოლოოდ, მოაგვაროთ, გამოხვიდეთ რაღაც მდგომარეობიდან. მოდით აბა ვნახოთ კიდევ.
ნახეთ აქ როგორი თემა არის შესაძლოა იყო აქ თქვენ ცხოვრებაში საკმაოდ ბევრი გაურკვევლობა, გაუგებრობა, უსამართლობაც შეიძლება თვლიდით რომ რაღაცაში თქვენ ვერ იღებდით შესაბამის რესურსს ან რაღაცა უსამართლოდ ხდებოდა თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ ვერ ხვდებოდით თქვათ როგორ გიპოვათ გამოსავალი ამ სიტუაციიდან, რა გაგეკეთებინათ იმისთვის რომ თქვათ სამართლიანობა აღედგინათ და სწორედ აი ეს მომენტი არის რომ თქვენ შეძლებთ აი ამ სამართლიანობის მოპოვებას და რაღაც გეგმასაც შეიძლება დასახავთ, რომ აი მე ვთქვათ, მზად ვარ, რომ რაღაც აი ამ გზით წავიდე, აი ამ გეგმას მივუყვე და ძალიან მაგარი შედეგებიც მივიღო რა, რაღაცა ესეთი მომენტი არის აქედან გამომდინარე. თითქოს რაღაც ილუზიებიდანაც გამოდიხართ, რაღაც გაურკვეველი თემებიდანაც გამოდიხართ, აი ნახეთ 6-იანი ხმლები ხო, აი თქვენი ეს ნერვიულობა განცდა მიდის ეს ყველაფერი თქვენი ცხოვრებიდან. ეს არის თქვენთვის ახალი ეტაპი. 6-იანი თასები გვაქვს, აბა რასთან დაკავშირებით არის 6-იანი თასი. არ წარსულზე შეიძლება ძალიან ბევრს ნერვიულობდით, განიცდიდით, შეიძლება ურთიერთობასთან დაკავშირებითაც პირადის კუთხით გქონდათ ძალიან ბევრი განცდა, მაგრამ ეს ყველაფერი სრულდება, იმიტომ რომ თქვენ საზღვრებს ძალიან კარგად დააფიქსირებთ და დაანახებთ ყველას და აი ეს მომენტი თქვენ დაგეხმარებათ იმაში, რომ აი ეს რაღაცა, ასე ვთქვათ, უსიამოვნო მომენტებიც წავიდეს თქვენი ცხოვრებიდან. მოდით აბა ორაკულიდანაც ვნახოთ, რა ეტაპი შემოდის თქვენს ცხოვრებაში, რა ეტაპი შემოდის თქვენს ცხოვრებაში. აი ნახეთ, შემოთავაზება რაღაცა საკმაოდ სასიამოვნო აქ ვიღაც შეიძლება წარსულიდანაც ბრუნდებოდეს, მაგრამ თქვენ აქ ძალიან შეიცვალეთ, ამ ურთიერთობამაც შეიძლება ძალიან შეგცვალათ. რაღაც კონკრეტულმა სიტუაციამ, ადამიანმა, კი აქ შეიძლება დაპაუზებული იყო თქვენ შორის სიტუაცია, დაპაუზებული იყო ურთიერთობა და რაღაც იცვლება აქ თქვენს ყოველდღიურობაში, თქვენს ახალ აი ნახეთ როგორი თემა არის, ძალიან ისე ცუდად, მარტოსულად შეიძლება გრძნობდით თავს, რაღაც ესეთი მომენტები გქონდათ. ასევე თუ თქვენ რა განცდები გაქვთ, რა ტკივილიც გაიარეთ, იცოდეთ რომ თქვენმა პარტნიორმაც ანალოგიური გაიარა და ეს მარტო ის არ არის, რომ აი მარტო თქვენ გრძნობდით ამ ყველაფერს, აქ იმას აჩვენებს, რომ მხოლოდ თქვენზე არ იყო, აქ თქვენი პარტნიორიც იგივეს განიცდიდა. აქ მგონია, რომ შესაძლებელია რაღაცა აი ურთიერთობაშიც რაღაც ახლებურად წავიდეს და რაღაც აი ახალი ეტაპი დაგეწყოთ, რომელიც იქნება ბევრად უფრო კარგი, მაგრამ აქ თქვენ შეიცვალეთ პირველ რიგში, აქ თქვენში მოხდა ძალიან დიდი ტრანსფორმაცია და სწორედ ამან აი ეს შეცვლის სხვა რაღაც გარემო სიტუაციებსაც თქვენს ცხოვრებაში. რაც შეეხება მეორე ვარიანტს, ნახეთ 10-იანი მონეტები ძალიან კარგი არკანი, სტაბილურობის, სიმყარის იმის, როცა ადამიანი, ასე ვთქვათ, რა ვიცი, შეიძლება ოჯახი შექმნათ ზოგიერთმა თქვენგანმა, ზოგიერთ შეიძლება გადავიდეს თავის სახლში, ან შეიძინოს რაღაცა ქონება ძალიან კარგი, ანუ რაღაც სტაბილურობა შემოდის უფრო მეტად თქვენ ცხოვრებაში, სიმყარე, ვისაც ოჯახი გაქვთ უკვე, აქ იქნება ის მომენტი, რომ უფრო მეტად დასტაბილურდებით, უფრო მეტი აი ეს სიმყარე და ბარაქა შემოდის თითქოს თქვენ ცხოვრებაში რა, აი მატერიალური კუთხით, რაღაც უფრო მეტი სტაბილურობა და დადებითი მომენტი. მოდით აბა ნახოთ რა ეტაპზე გადადიხართ, აი ურთიერთობა ხო, რაღაც ურთიერთობის კუთხით. აქ არის ადამიანი, რომელსაც ძალიან ძლიერი განცდები აქვს თქვენს მიმართ. შესაძლოა ეს ადამიანი ცოტა ნელი ტიპაში იყო აქამდე და რაღაც ნაბიჯებს არ დგავდა, მაგრამ თითქოს რაღაცა იძალას მოიკრებსო თითქოს ადამიანი თავის ხალხში და აქ იქნება რაღაცა ურთიერთობაში სიტუაციის დალაგება რა, აი რაღაც ესეთი ვარიანტიც ჩანს სხვათა შორის აქ. მოდით აბა ვნახოთ კიდევ. აქ შეიძლება ურთიერთობაში იყო არჩევანიც, ან ზოგადად ნახეთ, აი ეშმაკის არკანიც ამოვიდა. აი როგორი თემა არის, ახლა გიტყვით. მარტო პირადზეც რო არ ვთქვათ. ზოგადად თქვენ ცხოვრებაში შეიძლება იყო რაღაც ტოქსიკური, ნეგატიური თემები, შეიძლება ეხებოდა ურთიერთობას, შეიძლება ეხებოდა
ზოგადად ცხოვრებისეულ რაღაც საკითხებს და ანუ იპოვით გამოსავალს, რომ რაღაც აი შეიძლება მართლა ემოციურად ძალიან გადაგღალათ ამ ყველაფერმა, ლოდინმა, რაღაც გაურკვევლობამ, აი ამ ყველაფერს შეძლებთ, რომ აი ამ ეტაპიდან გამოხვიდეთ და რაღაც ცოდნაც შემოდის თქვენში, არ ვიცი, უფრო მეტი სულიერი ცოდნაც შეიძლება გქონდეთ. აქ ზოგიერთების შემთხვევაში იქნება ის, რომ აი ადამიანთანაც დაალაგებთ რაღაც სიტუაციას და აი ამ ტოქსიკურ თემას საბოლოოდ მოიშორებთ და ჩანს, რა ვიცი, ურთიერთობაში კი ჩახართ სხვათა შორის და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ახლა თქვენ რაც თქვა ფინანსურად გბლოკავდათ, არ გაძლევდათ იმის საშუალებას, რომ ზოგადად ცხოვრებისეულად წინსვლა გქონოდათ, აი ეს მომენტი გადაილახება აუცილებლად და ეტაპზე გადადიხართ, სადაც ბევრად უფრო მეტი სიმდიდრე და წარმატება გექნება. მოდით აბა რა ის გეტყვის ორაკული, რა ეტაპი შემოდის თქვენ ცხოვრებაში, ნახეთ მიაქციეთ აუცილებლად ყურადღება ნიშნებს სამყაროსგან, იმიტომ რომ აქ შეიძლება ზოგადად არ ვიცი, ან თქვენ გაგვთვის მომენტი, რომ აი გაურბი ხართ რაღაცას და ან ნახეთ, აი ადამიანი შეიძლება იყო, რომ აი გაურბოდა იმ ფაქტს და რეალობას, რომ თქვენ ხართ მისთვის, აი მთავარი ქალი მის ცხოვრებაში, მნიშვნელოვანი ქალი, შეიძლება მთელი სამყარო და რაღაცა აი ყველაფერი ამას მინიშნებას აძლევდა, მაგრამ რაღაცნაირად ამ ყველაფერს გაურბოდა ეს ადამიანი, ხო? მაგრამ ახლა იქნება რაღაც დროს აღიარების მომენტიც არ გამოურიცხავ, კი? აი ნახეთ, დროის ფაქტორი. და soulmate-ების არკანიც ამოვიდა. კი, მიხვდება ეს ადამიანი, რომ თქვენ ხართ მისთვის აი ეს მეორე ნახევარი, რასაც ქვია, ხო? ემოციური, შეიძლება საკმაოდ ემოციური იყო. თქვენი ურთიერთობა და არის და აბა ერთი არკანიც დავამატოთ. ვიღაც გაკვირდებათ რა ეს ადამიანი, რა ვიცი თუ და რაღაც გაირკვევა აქ აუცილებლად, აი დაფარული რაც იყო, ემოცია, გრძნობა გინდათ, ყველაფერი აქ თქვენ აი ყველაფერს გაიგებთ და ყველაფერს გაარკვევთ იმ ადამიანებისგანაც, ვინ შეიძლება ფიქრობთ, რომ წავიდა რაღაც გაურკვევლობაში დაგტოვათ და ასე შემდეგ. აქ დააბრუნებს სამყარო იმ სიტუაციებს და იმ მომენტებს, რაშიც თქვენ ახლა გაურკვევლობა შეიძლება გქონდეთ და ყველაფერს აუცილებლად გაარკვევთ და რეალურად შეხედავთ და მიხვდებით, რომ აი თურმე რატო ყოფილა ეს ყველაფერი ესე და აი თურმე რა ყოფილა რეალურად და ეს რეალობა თქვენ მოგეწონებათ საბოლოო ჯამში რა, ანუ ნეგატიური მომენტები რასაც გქონდათ და ფიქრობდით, რომ აი რაღაც უსამართლობა, რაღაც ეს მომენტი რაშიც გქონდათ, აი რეალურად შეხედავთ ყველაფერს და მიხვდებით, რომ აი თურმე რა ყოფილა და თურმე საერთოდ აი მოკლედ კარგი იქნება, შვებას მოგცემთ ეს ყველაფერი რა, ესა ვიტყოდი, რასაც მე თქვენ ნამდვილად გისურვებთ, დროებით გემშვიდობებით და პირადი კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ მომმართოთ პირადში. ასევე თვალიადევნად სწორებს ამ დღეებში ძალიან კარგ შემოთავაზებებს დავდებ კონსულტაციებთან დაკავშირებით. დროებით.